ამ ვიდეოში ვისაუბრებ ადამიანიობობას ახალი ფილმის თრეილერზე. ვეცდები ვისაუბრო მხოლოდ იმაზე, რაც თრეილერში ვნახეთ და არ დავამატო თეორიები. მოკლედ დავიწყოთ. თრეილერი იწყება პიტერ პარკერის სცენით, სადაც თავიდანვე ხაზს უსვამენ მის მარტოობას. მის ფორმას აქვს ტობის ობობას მსგავსი ამოზნექილი ქსელები და ამოზნექილი ობობას ლოგო, ასევე ენდრიუს ობობას მსგავსი ლურჯი ფერი. ატარებს ძალიან დიდ და მახინჯ ვებშუთერებს, ალბათ იმიტომ, რომ შემდეგში, როდესაც ვებშუთერების გარეშე ისვრეს ქსელს, მარტივი შესამჩნევი იყოს, რომ აღარ უკეთია. პიტერს უჭირავს ეს ღარიბი ადამიანისთვის საკმაოდ ძვირიანი სმარტფონი და უყურებს MJ-სა და ნედის ვიდეოს, სადაც MJ ამბობს, რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. თუმცა აშკარად ეტყობა, რომ თლად ასეც არ არის. სადღაც გულის სიღრმეში ხვდება, რომ იყო დრო, როცა ის უფრო ბედნიერი იყო. თუმცა ახლა მას უკვე აღარ ახსოვს აღარც პიტერი და აღარც მისი სიყვარულის ისტორია. აქ ვაჩვენებენ წერილს, რომელიც პიტერმა დაუწერა MJ-ს. ეს არაა იგივე, რაც No Way Home-ში იყო. იქ რა ეწერა მაგას No Way Home-ის გარჩევისას ვისაუბრებ, აქ კი ასეთ რაღაცას წერს. გამარჯობა, მე პიტერ პარკერი ვარ და შენ არ გახსოვარ, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა, რაც შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა და ვიცი რომ დამიჯერებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეგიძლია მიხვდე, როდის ვიტყუები. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო მსოფლიოსთვის და ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად იყო, რომ ყველას დაევიწყებინა თუ ვინ ვარ მე, მათ შორის შენც, იმიტომ რომ მე უბრალოდ პიტერ პარკერი არ ვარ, მე ადამიანიობობა ვარ და ზოგჯერ ადამიანობობას უწევს რთული არჩევანის გაკეთება. მაშინაც კი თუ ეს პიტერ პარკერს გულს გაუტეხავს. შეიძლება ეს ტექსტი არასოდეს წაგიკითხო, შეიძლება ამას უბრალოდ საკუთარი თავისთვის ვწერ. შეიძლება ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, ვიცხოვრო მარტო ამ სიმართლით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე შენ მიყვარხარ და იმედი მაქვს სადღაც ღრმად შენშიც არის რაღაც, რასაც ახსოვს, რომ შენც გიყვარვარ. საინტერესოა იცით, რომ აქ პიტერს ადამიანიობობას ფორმა არ აცვია, თუმცა ვებშუთერები მაინც უკეთია. ამ დროს ბარში შემოდის ნედი და ის პიტერს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. ზუსტად ამ დროს კი მის უკან ჩანს წარწერა No Credit Given, ანუ შრომა არ დაუფასდა. ასევე პიტერს წინ უდევს ყვავილები, რომელსაც თრეილერის ბოლოს MJ-ს ჩუქნის. შემდეგ ჩანს, რომ პიტერი ობობას ფორმას რეცხავს, ალბათ იმიტომ, რომ სისხლი მოაშოროს, რადგან ვხედავთ, რომ ფეხზე დაზიანება აქვს. ასეთი სცენა ჰქონდა ტობის ობობასაც. მან ფორმა სხვა რაღაცეებთან ერთად გარეცხა და გააფუჭა ისინი, რადგან ფერი გადაუვიდეთ. შემდეგ ვხედავთ, რომ პიტერს ქალაქის გასაღები გადასცეს და ეს საინტერესოა, რადგან ამ ფილმის მოვლენები ხდება დერდევილის მეორე სეზონის შემდეგ. და იქ ჯერ მარტო ერთი სერია გამოვიდა, მაგრამ ჩანს, რომ ფისკი არის ქალაქის მერი და ნადირობს სუპერძალების მქონე ადამიანებს. ის კი არასოდეს გადასცემდა ობობას ქალაქის გასაღებს. გამოდის, რომ რაღაც დამპლობა აქვს ჩაფიქრებული, ან კიდევ აღარ არის ქალაქის მერი. შემდეგ ვხედავთ, რომ მას ფანიშერი მანქანით გაიტანს. საინტერესოა, რატომ არ იმუშავა ფანიშერზე ობობას ქორწინებამ. სავარაუდოდ ისინი მეგობრები არიან. როგორც კი პიტერი მანქანამ გაიტანა, ჩანს წარწერა, უსაქმურობა აკრძალულია. ანუ უსაქმურად რომ მდგარიყო და ერთი ადგილი გაენცრია, მანქანა არ გაიტანდა. მიყვარს ასეთი რაღაცეები, რა ვქნა. კიდევ ერთი ჩემთვის სასაცილო რამ არის ის, რომ ფანიშერმა გააკეთა პატარა ფანჯარა იმისათვის, რომ როდესაც ისვრის, საქარემინა არ დააზიანოს, თუმცა პიტერმა ნამსხვრევებად აქცია ის. ასევე აქ ჩანდა გადავხდელი ჯარიმები და შანსი არაა, რომ ფანიშერმა ესენი გადაიხადოს. რატო აგროვებს წარმოდგენა არ აქვს. აქ MJ-ს ვიღაცა ეჩალიჩება, არ ვიცი ვინაა და სპეკულაციებს არ დავიწყებ, თუმცა ძალიან მომწონს ის, რომ MJ-ს კომიქსების მიხედვით აცვია. შემდეგ აშკარად იწყება პიტერის მუტაცია. ამის მსგავსი სცენა აქვს ტობის ადამიანობობასაც. მუტაციის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ჰალკის გადკაცუნება, ან ის, რომ პიტერმა სხვა ორი ადამიანიობობა ნახა და ამან მისი მუტაცია გამოიწვია, რომ მათ დაემსგავსოს. ან დოქტორი სტრეინჯის შელოცვის შემდეგ დაიწყო ეს. ან კიდევ ობობას ინსტინქტი გრძნობს, რომ ინკურსიები იწყება და ამზადებს მას, რომ უფრო ძლიერი იყოს. ან კიდევ არც ერთი და რაღაც საერთოდ სხვა. პიტერი თითქოს ორგანულ ქსელს ისვრის, თუმცა ქსელი არ ჩანს. ან სპეცეფექტები ჯერ არ დაუმატებიათ, ან კიდევ სხვამ დაიჭირა და არ გვაჩვენებენ. შემდეგ პიტერს ასკანერებენ, არ ვიცი ამას DOD-ს აკეთებს თუ ბრიუს ბენერი. პიტერი მიდის ბრიუსთან რომ დახმარება თხოვოს და ვხედავთ, რომ ბრიუსი ამ დროს ატარებდა კვანტური ქრომოდინამიკის ლექციას. აქ პიტერს აცვია Empire State უნივერსიტეტის ფორმა. საინტერესოა, როგორც ჩანს, MIT-ში მაინც არ მიიღეს. სხვათა შორის კომიქსებში პიტერი Empire State უნივერსიტეტში დადიოდა. ბრიუს ისე უკეთია თავისი ეს რაღაც მოწყობილობა, რომლითაც ჰალკის ძალებს ბლოკავს და ადამიანის გარეგნობას ინარჩუნებს. აშკარად სწორ ადამიანთან მივიდა პიტერი მუტაციაზე სასაუბროდ. შემდეგ ჩანს, რომ პიტერი მუტაციას განიცდის. ის ქსელს რეზინასავით იყენებს და დიდ ნახტომს აკეთებს, ანუ ვიღაცამ წაათრია. აქ ცოტა რთული სათქმელია. შემდეგ ჩანს დეიდა მეის საფლავი და მისი გარდაცვალების წელი 2024, რადგან No Way Home-ში მოვლენები 2024-ში ვითარდებოდა. წინა ჯერზე, როდესაც მისი საფლავი ვნახეთ, არც დაბადების და არც გარდაცვალების წელი არ ჩანდა. დაბადების წელი აქაც არ ჩანს, მაგრამ თითქოს 1964-ია და ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ დეიდა მეი 60 წლისას არ გავს.
შემდეგ აჩვენებენ ვიღაც ქალ პატიმარს. მისი სახე არ ჩანს, თუმცა ის სავარაუდოდ მაღალი დონის მუტანტია და სხვების გონების კონტროლის უნარი აქვს. სწორედ ის აკონტროლებდა ამ ბებოს გონებას და ტანკი დააჯახებინა შენობაზე, სადაც თავად არის, რომ გაქცევა მოახერხოს. შემდეგ კი ჩანს, თუ როგორ გადადის სხვადასხვა ადამიანების გონებაში. შემდეგ ვხედავთ, რომ პიტერ პარკერის ოთახში ვიღაც დგას. ეს სავარაუდოდ სეიდი სინკის პერსონაჟია, რადგან გადასაღებ მოედანზე ასეთი ფერის ჰუდი ჰქონდა. ასევე სავარაუდოდ სწორედ ეს არის ის პატიმარი მუტანტი, რადგან გადასაღებ მოედანზე რაც ფეხზე აცვია, იმის მსგავსი ფეხსაცმელი ჩანს მისი პატიმრობის სცენის დროს. შემდეგ ვხედავთ სკორპიონს. ეს მსახიობი, რომ სკორპიონი იქნებოდა, ამაზე მინიშნებები წინა ფილმებშიც იყო. ადამიანეობა ესაუბრება MJ-ს. აქ ნიღაბი უკეთია, ამიტომ არ ჩანს გაანდობს თუ არა მის ვინაობას. შემდეგ პიტერი ავტობუსს ეტაკება და აქ ჩანს აი ეს გოგო. ამბობენ, რომ ეს არის როუგი, თუმცა რა ვიცი, არ ამგონია. ეს შემდეგი სცენა არის კომიქსებიდან, ასევე ბუმერანგთან ბრძოლის სცენაც არის კომიქსებიდან და ეს ტარანტულასთან ბრძოლის სცენაც ასევე არის კომიქსებიდან. შემდეგ კი ვხედავთ The Hand-ის, ანუ ორგანიზაცია ხელის ნინძებს. ესენი აქამდე სერიალ მცველებში ვნახეთ, თუმცა კარგია ის, რომ ახლა კომიქსების მიხედვით აცვიათ. პიტერი ებრძვის Hand-ის ნინძებს და გვაჩვენებენ, რომ ის ქსელს იყენებს ვებშუთერების გარეშე. მისი ორგანული ქსელი კი ძალიან მაგარია, რადგან ხმალი ნამსხვრევებად აქცია. აი ამ სცენაზე კი ამბობენ, რომ აქ ბევრი თავისუფალი ადგილია და ვიღაც პერსონაჟებს გვიმალავენო. თუ ასია ეს იქნება ან ჰალკი, ან ფანიშერი, ან დერდევილი, ან სეიდი სინკის პერსონაჟი. მაგრამ ამას ამბობენ, რადგან No Way Home-ის ტრეილერში გვაჩვენეს აი ეს სცენა, სადაც თითქოს პიტერი 1-3 წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა რეალურად აღმოჩნდა, რომ აქ 3-3-ზე ბრძოლა იყო. ხო და, იქნებ აქ სხვა პერსონაჟი კი არა, თავად ადამიანეობობას ნამდვილი ფორმა დამალეს. იქნებ მან უკვე განიცადა მუტაცია და 6 ხელი აქვს. მაშინ გამოვა, რომ 6 ხელის ნინძა ებრძვის 6 ხელიან ადამიანეობობას და რაღაც პონჩი 6-6-ზე ბრძოლა გამოდის. დამოვიდა ბოლო სცენა, სადაც პიტერი ეცნობა MJ-ს. აქ პიტერის უკან ჩანს, რომ MJ რაღაც გამოძიებასავით ატარებდა, რომ გაიგოთ ვინ არის ადამიანეობობა. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემი თხოვნაა, რომ გამოიწეროთ არხი.